მორიგი შეხვედრები გაიმართა გერმანიაში ტურის ცენტრალური მატჩი ალიანს არენაზე შედგა, სადაც მიუნხენის ბაიერნმა დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლა, შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა გერმანიაში კვირის ცენტრალური მატჩი ალიანს არენაზე შედგა, სადაც მიუნხენის ბაიერნმა ჩემპიონატის ლიდერ დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლა. მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა, პირველი ბურთი სტუმრებმა მე-9 წუთზე გაიტანეს. გროსკროიცის გადაცემა ბარიოშმა გამოიყენა. მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს, თავი ლუის გუსტავომ გამოიჩინა. ზუსტად 2 წუთში სახინმა ულამაზესი დარტყმით სტუმრები კიდევ ერთხელ დააწინაურა. მე-60 წუთზე მატჩი საბოლოო შედეგი ჰუმელსმა დააფიქსირა. ამ გამარჯვებით ბორუსიამ 58 ქულა დააგროვა და უფრო გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა. მიუნხენის ბაიერნი კი მე-4 ადგილზე ჩამოქვეითდა. ცხრილის მეორე ადგილოსანი ლევერკუზენის ბაიერი ბრემენს ეწვია და ადგილობრივ ვერდერს დაუპირისპირდა. პირველ ნახევარში სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ და ტაიმის მიწურულს გოლის გატანაც მოახერხეს. გოლი დერდიოკის ანგარიშზეა. 67 წუთზე ლევერკუზენმა ანგარიში 2-მდე გაზარდა. თავი როლფესმა გამოიჩინა. მასპინძლები შეხვედრის მიწურულს გააქტიურდნენ და ანგარიშის შემცირებაც შეძლეს. კისლინგმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჯრა. 99 წუთზე ვერდერმა თამაშის გადარჩენა მოახერხა. პროდელმა საბოლოო ანგარიში 2-2 დააფიქსირა. მიუნხენის ბაიერნის მარცხით ისარგებლა ჰანოვერმა. სანქტ-პაულისთან სტუმრად გამართულ შეხვედრაში ჰანოვერელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და უამრავი საგოლე მომენტიც ჰქონდათ. თუმცა სტუმრებმა თამაშის მოგება მხოლოდ შეხვედრის მიწურულს 99 წუთზე მოახერხეს. გამარჯვების გოლი შულცმა გაიტანა. ამ შედეგით ჰანოვერმა ცხრილის მე-3 საფეხურზე გადაინაცვლა და 2 ქულით ჩამორჩება მეორე ადგილოსან ლევერკუზენს.